ფინანსთა სამინისტრომ კი უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრის საკითხებზე საჯარო გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ სამინისტროს განმარტავს, რა შემთხვევაში განიხილება უძრავი ქონება საცხოვრებელ ბინად სახლად გადაწყვეტილების თანახმად ამისთვის ერთობლივად უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი კრიტერიუმები. ქონება უნდა წარმოადგენდეს დამოუკიდებელ ერთეულს, შესაძლებელი უნდა იყოს მისი გამოყენება საცხოვრებლად, ასევე ტექნიკურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს, ან შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს საბაზისო საინჟინრო კომუნიკაციები ამასთან გადაწყვეტილების თანახმად სასტუმროს ინფრასტრუქტურის ფარგლებში არსებული ფართობი ნომერი საცხოვრებელ ბინად და სახლად არ განიხილება. ასევე სამინისტრო განმარტავს, რომ მეწარმე ფიზიკური პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული მიწოდება არ განიხილება საცხოვრებელი ბინა სახლის რეალიზაციად. როგორ იბეგრება უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და რას ცვლის სამინისტროს ახალი გადაწყვეტილება? ამ თემებზე სტუმართან, აუდიტორული კომპანია კრესტონ ჯორჯიას მმართველ პარტნიორთან დავით პაპიაჩულთან ერთად ვაგრძელებთ საუბარს. მოგესალმებით ბატონო დავით, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუდიაში სტუმრობისთვის. პირველ რიგში მაყურებლისთვის, მათ შორის უძრავი ქონების მფლობელებისთვის, რომ გავმარტოთ დღეს მდგომარეობით, როდესაც ფიზიკური პირი ყიდის უძრავ ქონებას რა წესებით იბეგრება ეს მიმართულება და რა ცვლის უკვე ფინანსთა სამინისტროს ახალი საჯარო გადაწყვეტილება, რომელიც განმარტავს, რა შეიძლება ჩაითვალოს საცხოვრებელ ბინად და უძრავ ქონებად. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ჯერ ჩვენ უნდა ვისაუბროთ არსებული კანონმდებლობის მოკლე მიმოხილვაზე, რომ ზუსტად გავიგოთ, რისი დაზუსტება მოხდა საჯარო გადაწყვეტილებით. საქმე იმაშია, რომ ზოგადად ფიზიკური პირის მიერ გაყიდული უძრავი ქონება იბეგრება ნამეტი შემოსავლიდან, ანუ ნამეტი შემოსავალი ეს არის უხეშად რო ვთქვათ, სხვაობა ბინის რეალიზაციის ფასსა და შეძენის ფასს შორის. დაუშვათ თუ 100.000 ლარად ნაყიდი ბინა ფიზიკურმა პირმა გაყიდა 150.000 ლარად, 50.000 ლარი იქნება ნამეტი, რომელიც ბინისა და სახლის შემთხვევაში იბეგრება ზოგადად 5%-იანი განაკვეთით, ხოლო სხვა უძრავი ქონების ან სხვა აქტივის შემთხვევაში, თუ არ ჩავთვლით ავტომობილებს, იბეგრება 20%-ით. აი, ეს არის ამიტომ არის მნიშვნელოვანი იმის გამიჯნა, ბინად ჩაითვლება უძრავი ქონება თუ სხვა ქონება ჩაითვლება, რომ ამ შემთხვევაში არის 5%, იმ შემთხვევაში არის 20%. გარდა ამისა, უძრავი ქონების მიკუთვნება დაუშვათ ბინასახლზე ან სხვა აქტივზე მნიშვნელოვანია კიდევ იმიტომ, რომ ბინასახლის შემთხვევაში საერთოდ არ გვექნება საშემოსავლო გადასახადი, თუ 2 წლის შემდეგ გავყიდეთ ეს ბინა და აქ არა აქვს მნიშვნელობა იმას ბინა მანამდე გაქირავებული იყო თუ არა, ხოლო სხვა აქტივის შემთხვევაში დაუშვათ კომერციული ფართი, მიწა, აი ნებისმიერი არასაცხოვრებელი ფართი, ამ შემთხვევაში საშემოსავლო რო არ შეგვეხოს, 2 წლის მერეც უნდა გავყიდოთ ეს უძრავი ქონება და თან ბოლო 2 წელი არ უნდა იყოს ეს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული, მათ შორის გაქირავებული, ხო? ანუ ბინაზე ამ გაქირავების ფაქტს მნიშვნელობა არ აქვს და დაუშვათ კომერციული ფართი ან ისეთი უძრავი ქონების შემთხვევაში, რაც ბინათ არ ითვლება, 2 წლის შემდეგაც უნდა გაიყიდოს და ბოლო პერიოდში არ უნდა იყოს გაქირავებული. ეხლა თვითონ რა დაზუსტა ამ საჯარო გადაწყვეტილებით, რომელიც ფაქტიურად დაზუსტა, რა შეიძლება ჩაითვალოს სახლი ბინად და აქედან გამომდინარე, როგორც ვიცით, რაღაცა კატეგორიის უძრავი ქონება უკვე აღარ ჩაითვლება სახლი ბინად და მასზე სხვა ტიპის განაკვეთები გავრცელდება, ის რომ გავმარტოთ მაყურებლისთვის უფრო კარგად. დიახ, კი ბატონო, ესე იგი ფინანსთა სამინისტრომ დაადგინა 4 კრიტერიუმი, რის მიხედვითაც გადაწყდება უძრავი ქონება ჩაითვლება ბინასახლად, ანუ 5% გავრცელდება მასზე. და აი გაქირავების ფაქტს რა დროს არ ექნება ესე რო ვთქვათ მნიშვნელობა. ეს არის ის რომ ეს ქონება უნდა იყოს სათანადო წესით რეგისტრირებული, ეს ქონება უნდა იყოს საცხოვრებლად განკუთვნილი, ეს ქონება უნდა იყოს უზრუნველყოფილი სათანადო კომუნიკაციებით, დენი, წყალი, გაზი, ანუ შესაძლებელი უნდა იყოს ამის უზრუნველყოფა და ბოლოს ეს არ უნდა იყოს არასაცხოვრებელი ფართის ნაწილი. აი ამ 4 კრიტერიუმიდან გამომდინარე, რაც მათ დაადგინეს იმისთვის, რომ უძრავი ქონება ბინასახლს მიაკუთვნონ ან სხვა ქონებას, რაც 5%-იან განაკვეთზე ახდენს გავლენას და გაქირავების ფაქტი შეღავათის საშუალებას მოგცემს თუ არა ამაზე ახდენს გავლენას. პირველი, რასაც ამბობენ, არის ის, რომ სასტუმროს ტიპის კომპლექსებში, როგორც არის აი ტურისტული საწარმოს სასტუმროს ტიპის კომპლექსები, არსებული ბინები, ისინი ამბობენ, რომ ეს არ ჩაითვლება ბინებად. ანუ ჩვენ ვიცით, რომ ბინები ზოგჯერ იყიდება არა ჩვეულებრივ საცხოვრებელ კორპუსში, არამედ ეგრეთ წოდებული აპარტამენტების ტიპის შენობებში
და თუ ეს აპარტამენტის ტიპის შენობები უზრუნველყოფილია სასტუმრო ინფრასტრუქტურით, ისინი არ თვლიან ამას ბინებად, რაც ნიშნავს რას? რომ სულ 2 წლის შემდეგ გაიყიდოს ესეთი აპარტამენტი ფიზიკური პირის მიმართ, ფიზიკური პირის მიერ, თუ ეს ბოლო 2 წელი გაყიდვამდე იქნებოდა გაქირავებული, ან ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული, უკვე შეღავათი აღარ ეკუთვნის ფიზიკურ პირს. ეს ერთი და მეორე, გამომდინარე იქიდან რაც ვილაპარაკეთ, მეორე ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ დაბეგვრის შემთხვევაში იქნება 20% და არა 5%. ვინაიდან ეს რომ ბინად ყოფილიყო განხილული აპარტამენტის ტიპის უძრავი ქონებები 2 წლის შემდეგ გაყიდვა უკვე საკმარისი იქნებოდა განთავისუფლებისთვის და გაქირავების ფაქტი არ იქნებოდა არაფრის გადამწყვეტი, მაგრამ ამ შემთხვევაში რახან ესენი არ თვლიან ამას ბინად, ეს ნიშნავს, რომ ყველა ესეთი ფართის მეპატრონემ უნდა იცოდეს, რომ თუნდაც 2 წლის შემდეგ გაიყიდოს, თუ ბოლო პერიოდში იქნებოდა გაქირავებული, მათ 20% მოუწევთ 5-ის მაგივრად. მეორე მნიშვნელოვანი დასკვნა, რაც კეთდება ამ საჯარო გადაწყვეტილებიდან, არის ის, რომ პირდაპირ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გაყიდულ თუნდაც ბინებს, თუნდაც ისეთ უძრავ ქონებას, რაც ბინად არის კვალიფიცირებული, ფინანსთა სამინისტრო არ თვლის ბინებად, სულ რომ ის 4 კრიტერიუმი დააკმაყოფილოს, ხო? და ამბობენ, რომ მაგალითად ადამიანები, რომლებიც ყიდულობენ ბინას იმისათვის, რომ გაარემონტონ და გაყიდონ, ეს არის ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე ფიზიკური პირის საქმიანობის სფერო, ანუ თავიდანვე თუ ეს იქნება გაცხადებული, რომ ეს ბინის შეძენა, გარემონტება, გაყიდვა მოხდა სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, ამბობენ, რომ არც 5%-იანი შეღავათი გავრცელდება და ეს დაიბეგრება 20%-ით, იმ შემთხვევაში თუ 2 წელზე ადრე მოხდა გაყიდვა, ან 2 წლის შემდეგ მოხდა გაყიდვა და ბოლო 2 წელი იყო გაქირავებული. ანუ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ფიზიკური პირის მიერ გაყიდულ ბინას არ თვლიან ბინად, რაც მართალი რომ გითხრათ, პირდაპირ არ გამომდინარეობს კანონმდებლობიდან. ეს საკითხი ყოველთვის ორაზროვანი იყო და ამაზე არაერთხელ გვისაუბრეა, რომ ეს საკითხი უნდა დაზუსტებულიყო. ნუ სამწუხაროდ ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტა ისე, რომ ამ ყველაფერს როგორც დასხვა ქონებას ისე განეხილავენ. აი მესამე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ანუ სხვა შორის ძალიან კარგი საჯარო გადაწყვეტილება, აი ბევრი კომბინაცია არის განხილული, რაც ამ უძრავი ქონების გაყიდვას უკავშირდება. მესამე მნიშვნელოვანი, რაც აქედან იკითხება, არის ის, რომ მაგალითად წინარე ნასყიდობით შეძენილი ბინა, რომ გაიყიდოს ასევე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით, ისე რომ არ მოხდეს ამ ბინის როგორც შენებარე ბინის რეგისტრაცია. აქ იქნება 20%-იანი განაკვეთი თუ 5%-იანი განაკვეთი. ამბობენ, რომ თუ ბინა შენებარე სახით თუნდაც არ იქნება, თუ არ იქნება რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და უბრალოდ წინარე ნასყიდობით შეძენილი ბინის უფლების ფაქტიურად გადაყიდვა მოხდება როგორც უფლების, ამბობენ, რომ ეს არ არის ბინა და ფაქტიურად ამაზე 20%-იანი განაკვეთი გავრცელდება, თუ 2 წელზე ადრე მოხდება გაყიდვა. ანუ ეს საკითხიც ესე რომ ვთქვათ, მთლიანობაში ამ ცვლილებებმა რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს, იმიტომ თქვენ თქვით, რომ აი კანონმდებლობით ცალსახად არ ჩანს, რომ მაგალითად ფიზიკური პირის სამეწარმეო ვთქვათ საქმიანობიდან თუ კი ამ შემთხვევაში ვთქვათ ყიდის, ხო, რაცა არემონტებს ბინებს ყიდის, რომ ეს არ შეიძლება, ეს უნდა დაიბეგროს 20%-ით, ხო? აი ამ შემთხვევაში ზოგადად ფიზიკურმა პირებმა რამდენად აქვთ მათ ინფორმაცია, რომ რაღაცა კრიტერიუმების შემთხვევაში მათ მოუწევთ 5%-ის გადახდა საშემოსავლო გადასახადის სახით და ეხლა მით უმეტეს ეს საჯარო გადაწყვეტილება გვეუბნება, რომ შეიძლება გარკვეულ ფიზიკურ პირებს 20%-ის გადახდაც მოუწიოთ. ხო, რა შედეგებამდე მიგვიყვანს ეს ვთქვათ, ანუ რა არის საჭირო მეტი ინფორმირება ფიზიკური პირების თუ მეორე შემთხვევაში შეიძლება მივიდეთ დაჯერიმებამდე, იმიტომ რომ არ გქონდეთ მათ რაღაც სათანადო ინფორმაცია. იცით, პირველ რიგში დავიწყებ იქიდან საუბარს, რომ ამ საკითხზე ცნობიერების დონე არის ძალიან დაბალი საზოგადოებაში და არათუ ჩვენმა მოქალაქეებმა აი ეს დეტალები ამ საკითხების შეიძლება ითქვას, რომ შემოსავლების სამსახურშიც კი არ იყო ერთიანი პოზიცია და ფინანსთა სამინისტროში ბოლო მომენტამდე. მე დავამატებ ასევე ერთს, რომ რამოდენიმე წლის წინ შესული ცვლილების მიხედვით თუ არამეწარმე ფიზიკური პირი ყიდის ბინას, სახს ან სხვა უძრავ ქონებას, ამის დეკლარირება ხდება არა მომდევნო წლის 1 აპრილამდე, არამედ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. ანუ თუ ესეთი ოპერაცია მოხდება, რომ დასაბეგრია ბინას, სახლის ან სხვა ქონების გაყიდვა და ეს ან 5-ით არის დასაბეგრი, ან 20-ით, ეს მომდევნო თვის 15 რიცხვამდე უნდა ჩააბაროს დეკლარაცია ფიზიკურმა პირმა და მომდევნო თვის 15 რიცხვამდე უნდა გადაიხადოს ეს გადასახადი, რასაც
ბევრი, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი თანამოქალაქე დარწმუნებული ვარ, რომ არაკეთებს, აი მათ შორის ჩემი ინფორმაციით საჯარო რეესტრიც არ ხდება რაღაცა გაფრთხილების მაგვარი მინიშნების გაკეთება, რომ აი თქვენ გადასახადი გიწევთ და რა თქმა უნდა ეს ჩვენმა ბევრმა მოქალაქემ არ იცის, ხო? მე პრინციპში ხა რაც ჩამოვთვალეთ, აქედან თითქმის ყველაფერს ვეთანხმები და ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა არასწორად წერია. ჩვენი მოლოდინები რაც იყო ის სრულად გამართა ერთადერთი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გაყიდული ბინა არ არის და ეს რომ ამაზე რომ არ გავრცელდება 5%-იანი განაკვეთი და მათ შორის გაქირავების ფაქტი რომ გამოიწვევს დაბეგვრას ეს ჩემი აზრით პირდაპირ კანონიდან არ გამომდინარეობს, იქ იყო ორაზროვნება, რაღაც სიტყვა ნამეტი ეწერა და ეს იწვევდა გარკვეულ ეჭვებს, რომ ამას ესე გადაწყვიტავდა, მაგრამ მე მაინც ვემხრობი იმას, რომ ესეთი ორაზროვნება გადაწყდეს საკანონმდებლო დონეზე, პარლამენტმა ესე რომ ვთქვათ, შეიტანა შესაბამისი ცვლილება და ისე გადაწყდა, არა ფინანსთა სამინისტროს მიდგომით. იცით რა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე ერთს დავამატებ, რომ ამ საჯარო გადაწყვეტილებაში საუბარი არ არის მათ შორის DRG-ზე და ზოგიერთი ესეთი ქონების გაყიდვა, დაუშვათ არასაცხოვრებელი ფართების, მაგალითად კომერციული ფართების გაყიდვა, შეიძლება მათ შორის DRG-ით დაიბეგროს, მათ შორის ბინად შეიძლება დაიბეგროს DRG-ით, თუ აქ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გაყიდვის მიზანი თავიდანვე იკვეთება და ბუნებრივია ამდენი დეტალი და ამდენი ნიუანსი რიგით მოქალაქეებს არ ეცოდინებათ, ასე რომ ძალიან დიდი სამუშაო არის ჩემი აზრით ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, რომ მათ შორის ის საკითხები, რაც ბოლომდე არ იყო გადაწყვეტილი თუნდაც ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახურში, ამის მიტანა მოხდეს ჩვენ მოქალაქეებამდე, აი თუნდაც მათ შორის სასტუმროს ტიპის კომპლექსში არსებულ აპარტამენტების დაბეგვრაზე, რომ ბევრს ალბათ ვერ წარმოუდგენია, რომ 10 წლის შემდეგაც რო გაყიდოს ეს აპარტამენტი, თუ ბოლო 2 წელი ქირავდებოდა, მას შეღავათი არ შეეხება, იმიტომ რომ ბევრს გონია ალბათ, რომ თუ 2 წელი გასულია, მას არა აქვს გადასახადი. თან განაკვეთი არის 20% და არა 5%. ამიტომ ეს ძალიან ბევრი დეტალი არის, რაღაცები კიდე ჩვენი დროიდან გამომდინარე ვერ მოგახსენეთ და ამიტომ პირველ რიგში შემოსავლების სამსახურმა და ფინანსთა სამინისტრომ უნდა გაწიოს ეს სამუშაო, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც, იმიტომ რომ ბევრი უძრავი ქონება ესეთ სასტუმროს აპარტამენტებში უცხოელებს ეკუთვნით და მათ გაყიდვის შემთხვევაში თუ არავინ არ უთხრა, რომ მათ გადასახადი უწევთ, რა თქმა უნდა დაჯარიმებამდე შეიძლება მივიდეს. ბოლოს კითხავთ ბატონო დავით, რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში? თქვენ თქვით, რომ აქამდეც ბევრს ინფორმაცია არ ქონდა, თუნდაც 5%-იანი განაკვეთის გადახდის შესახებ და შეიძლება არ ასრულებდნენ, ხო, თუნდაც ინფორმაციის უქონლობის გამო. ახლა, როდესაც საკმაოდ ბევრ მოქალაქეს შეეხება, ხო, არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, არამედ არარეზიდენტებსაც, უცხოელებს 20%-იანი განაკვეთი მოტივი რა შეიძლება იყოს და ამის ადმინისტრირება რამდენად შეიძლება მოხდეს, თუნდაც ამ თანხების შეგროვების ან მე დაჯარიმების ნაწილში ხომ არ მივიდივართ ისე რაღაც საგადასახადო შემოსავლების მობილიზებასთან თუ ეს რაღაც არსებული საკანონმდებლო ან ხარვეზი რაღაც გასწორდა ამ ნაწილში. ნუ მოტივი ხა მე რაღაც ესეთი განცდა არ მაქვს, რომ მიზან მიმართული დაჯარიმება უნდათ ჩვენი მოქალაქეების და ასევე არა ჩვენი მოქალაქეების, ვისაც უძრავი ქონება აქვს საქართველოში და ვინც გაყიდის, მაგრამ ნუ ეს ორაზროვნება კანონმდებლობაში იყო და ეცადნენ, რომ ეს ორაზროვნება აღმოეპხრათ. რაც თუ არ მოხდება ამ ინფორმაციის მიტანა, აქ ბიზნესზე არ არის საუბარი, ხო, მეტწილად საუბრობთ რიგით მოქალაქეებზე. ამან რა თქმა უნდა შეიძლება გამოიწვიოს გაუგებრობა, თან დეკლარირება და გადახდა მომდევნო თვეს უნდა მოახდინოს ფიზიკურმა პირებმა და რამოდენიმე წლის წინ ვიყავით თქვენს ეთერში და მაშინ ეჭვი გამოვთქვით, რომ რაღაც ეს ინფორმაციაც არ აქვს რიგით მოქალაქეებს, ხო? 2 წელზე ადრე რომ ბინა გაყიდო, მომდევნო თვის 15 რიცხვამდე რომ მოხდება ამის დაბეგვრა, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა, ხა მოტივი მე არ მაქვს ის განცდა, რომ მიზან მიმართულად უნდათ რომ დააჯარიმონ ესეთი ადამიანები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეს საჯარო გადაწყვეტილება გამოიცა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ კონტროლი ამ მიმართულებით გაძლიერდება და მათ შორის აი 5% ეკუთვნის გადამხდელს თუ 20, საერთოდ განთავისუფლებულია გადამხდელი თუ არ არის, ბოლო 2 წელი გაქირავების ფაქტს ჰქონდა თუ არა ადგილი, ამ დეტალებს ყურადღება მიექცევა და რა თქმა უნდა ვერ გამოვრიცხავთ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეების დაჯარიმებასაც ამ მიმართულებით. მადლობა, დიდი მადლობა საინტერესო საუბრის იმედია, თქო კომუნიკაციაც და ინფორმირებულობაც მეტი იქნება, მაგალითად ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის მხრიდან. დავით პაპიაშვილი კრესტონ ჯორჯიას მმართველი პარტნიორი იყო ჩვენი სტუმარი.